მეგობრებო, დავსვით. ქარი ყლაპია, დავსვით. ოპა. კი ბატონო, კარგი ზომა. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით თბილისის ზღვიდან. დღეს გამოვედი მარტო მინდა რომ ვითევზაო ხარიყლაპიაზე. პლიაჟიდან მოყოლებული მარცხენა მხარეს, აი ეს გეცნობათ ალბათ ეს ბეტონები, ბეტონის კედელი დიდი. აი ამ ადგილებში მინდა რომ ვცადო ხარიყლაპიაზე თევზაობა. მაქვს წამოღებული ძალიან ბევრი სატყუარა, რა თქმა უნდა, ყანყალები, ვობლერები, ტრიალები, სილიკონები. აღჭურვილი ვარ აბსოლუტურად ყველაფრით. ბოლო ესე იგი გამოსვლა მე და გიორგი ხამიცაშვილს ჰქონდა და სამწუხაროდ ვერცეთი ვერ დავიჭირეთ, საერთოდ ჩარტყმა რქონია და დღეს რატომღაც გადავწყვიტე რომ მარტო წამოსულიყავი. ნახოთ, გავიაროთ ნაპირები და მოვძებნოთ ხარიყლაპია. იმედი მაქვს რომ აქტიურს ვიპოვით და ჩვენ სატყუარას მოვაწონებთ. აუცილებლად უნდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, ზარისღილაკი გააქტიუროთ. დღევანდელი ვიდეო დაალაიქეთ, იმედი მაქვს რომ თევზის ჭერებიც გვექნება და გემრიელად ვითევზავებთ შუა დღიდან საღამოს ბოლომდე. ასე რომ ნახოთ რა გამოვა. თბილისის ზღვა ძალიან დიდი არის. რეალურად თევზის მოძებნა არც ისე მარტივია, ამიტომ ვინც იჭერს იმას ყოველთვის კარგად უმართლებს ხოლმე და ჩვენც იმედია რომ გაგვიმართლებს, ნახოთ რა გამოგვივა. სილიკონის დავიწყებ. ესეთი სილიკონი მაქვს, ესეთი 10 სანტიმეტრიანი, 7 გრამიანი სიმძიმე მაქვს. ნახოთ, დავიწყოთ. რა გამოვა. საკმაოდ ნორმალური დისტანცია დავფარეთ. დაველოდრობ სკერზე ჩავარდეს და ჩაოლებრივ როგორც ჯიგს ვატარებთ ქორჭილაზე, ანალოგიურად გავუტაროთ ხარიყლაპიას ფსკერიდან. ნახოთ 7 გრამით ვიწყებ, აქ ვიცი რომ საკმაოდ ღრმა არის წყალი, ამიტომ ვიწყებ ესეთი წონით. თუ შედარებით დაბალი სიღრმე შემხვდება, წონასაც რა თქმა უნდა დავაპატარავებ. რადგან დიდხანს არ მოგვიწიოს, ესე ვთქვათ, ლოდინი იმისთვის რომ ფსკერზე ჩავიდეს. 7 გრამით საკმაოდ დიდხანს მიდიოდა. ჩაოლებრივ სტანდარტული ჯიგივით გატარება გავაკეთოთ, წამოხტუნებებით, მაგალითად კოჭის დატრიალებით. ეს დავატრიალოთ და ვეცადოთ რომ მოვიტყვეთ ხარიყლაპია. აქ ქვები არის მოგეხსენებათ და ქვებში იქნებ იდგეს. ვეცდები რომ ყანყალაც გავატარო. თუ არა და მოპირდაპირ მხარეს, აი მარცხენა მხარეს იქ არის ბალახიანი ადგილები. და შეიძლება იქ უფრო მეტად იდგეს ხარიყლაპია და ნადირობდეს. მაინც უფრო საღამოს იმედი მაქვს, შუა დღეს ისედაც ზოგადად არ აქტიურობს ხოლმე ხარიყლაპია და ზოგადად თევზი, მაგრამ ალაგ-ალაგ ჩარტყმები რო გქონდეს, რა თქმა უნდა არ ვიქნები წინააღმდეგი. მეგობრებო, მოკლედ გადავედი აი ესეთ სატყუარაზე, ესეთ სილიკონი არის, ჯიგრიგის მონტაჟი, 10 გრამიანი, დიდი ნემსკავი, 10 სანტიმეტრიანი სილიკონი და ახლობით 20-30 ჯერ გავატარე სხვა ადგილებში. რა თქმა უნდა ავჩერდები, დავდივარ აქეთ-იქით, ვეძებ პერსპექტიულ ადგილებს, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ჩარტყმა არ მაქვს. ეხლა მინდა მე დავაყენო ყანყალა. ბევრი სატყუარები მაქვს წამოღებული. ერთ-ერთი ავარჩიოთ. მოდი ჩვენ დავაყენოთ აი ეს მოდელი. ეს ვარიანტი შეიძლება პრინციპში და წამეება. აი ესეთი ვარიანტიც გვაქვს. ესეთი ფერია. მოდი ეს დავაყენოთ. ესეთი ოქროსფერი შავში და უკან ვერცხლისფერი, არა ოქროსფერია. ეს არის ფლაგმანის ბრენდის ყანყალა. კონკა ენი, ანუ ν ნიშნავს ენი ნეზაცეპლი, აი ეგას ეგრეთ წოდებულ გამოდების საწინააღმდეგოს, ანუ ნემსკავები აქვს ესეთი ურკავი და ზემოდან მავთულები აქვს, რომ ადვილად არ შევიდეს ბალახში. 9 გრამი არის წონაში.
და სხვათა შორის საკმაოდ კარგი თამაში აქვს ფსკერს. ანუ სწრაფ გატარებაზეც კარგად თამაშობს და ნელ გატარებაზეც კარგად თამაშობს. გაუშვით. ქარის მიმართულებისთვის შესანიშნავად ძალიან მაგრად ვერ მიფრინავს. დავწიოთ ცხვირი და გავატაროთ. მოგეხსენებათ, სპინინგი არის ექსპერიმენტალური თევზაობა, რაც ბევრ რამეს ცდი, მით უკეთესია, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცას ისეც გაარტყა იმ მომენტში, რომელზეც ვერც იფიქრებდი, რომ ძალიან მაგარი სატყუა რა არის, ან არ ვიცი, რაღაცა ჩინური აიღე და გონია რომ არ ვარ გადი. მოკლედ, უნდა ცადო რა ყველაფერი რა. აი ჩინურ სატყუარებზე იციან ხოლმე, რომ არ მუშაობს და ბრენდული ჯობია, ბრენდული უეჭველად იჭერს და ასე შემდეგ. ზოგადად რა თქმა უნდა ბრენდული უკეთესი არის, იმიტომ რომ კარგად არის უფრო დამუშავებული, მეტი არის ნაფიქრი, მათი შექმნილია ფაქტიურად ვინც რაღაც ექსკლუზივს აკეთებს ხოლმე და ამიტომ მაგ ვარიანტში ბრენდული უკეთესია. თან უფრო დიდხანს ესე ვთქვათ მუშაობს, ანუ გამძლეობა მეტი აქვს. აი თუ მაგალითად ავიღებთ ჩინურ სატყუარებს, კი არის ჩინური სატყუარები, თან ბევრია ისეთი, რომელიც კოპია არის მაგალითად ბრენდული სატყუარების და მართლა კარგად მუშაობს, მაგრამ ის შედარებით მალე გამოდის მწყობრიდან. ეგ აქვს მინუსი ჩინურ სატყუარებს, თორე დაჭერით ნამდვილად იჭერს. მე ძალიან ბევრი ჩინური კოპია მაქვს ბრენდული სატყუარების და არანაკლებ იჭერ ხოლმე როგორც ბრენდული სატყუარები იჭერს. მინუსი ის არის თუ არ მიაქცევ ყურადღებას და აი სველს შეინახავ ან არ ვიცი დატოვებ ისე რომ არ მოვლი, მოკლედ აუცილებლად გაგიფშტება, დიდი ალბათობით დაგიჟანგდება, იმიტომ რომ განსხვავებული მასალით არის დამუშავებული და მეტი მოვლა ჭირდება. თუ მოვლი, ყველაფერი დამერწმუნეთ, რომ კარგად იმუშავებს და კარგად შეინახება. მეგობრებო, დავსვით. ქარი ყლაპია, დავსვით. ოპა. კი ბატონო, კარგი ზომა. აი. არის. ნუ სადღაც კილოგრამამდეა. გაიქც. ურა კარგი იყო. ასეთ ყანყალოზე. ვაუ, შენერი შეგრძნებები იყო. ესე იგი, ჩავაგდე. ცოტა ხანი დაველოდე, სადღაც ალბათ შუა წყალში მივიდა, მე დავიწყე გატარება და სხვათა შორის სადღაც ესე 10 მეტრში ნაპირიდან აიღო. არც ისე შორს სიღრმეში ახლოს აიღო და შეიძლება მოყვებოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სადღაც 10 მეტრში აიღო. ურა კარგია. იმედი მაქვს რომ კიდევ დავიჭერ. თან ახლა საღამოვდება 5:30-ია და სადღაც 2 საათნახევარი კიდე გვაქვს ათევზაოთ რეალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ იმედია კიდე იქნება ჩარტყმები რა. მეგობრებო, მაგრად გაგვიწვიმდა, ისე გაწვიმდა რომ საწვიმარი ჩავიცვი. თან ქარიც უბერავს. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ჩარტყმა, ერთი რეალიზებული, ნუ რამდენიმე ჩარტყმასავით მქონდა, უბრალოდ ვერ მივხვდი რეალურად თევზი იყო თუ რაღაცას გამოვედებს კერზე. ისეთი გახაჩვა იყო თითქოს მართლა რეალურად თევზმა ჩამირტყა, მაგრამ ნუ არ დაჯდა. საკმაოდ ხისტი ჯოხია, ესე იგი 6 და 25 გრამამდე არის ტესტი, 2 და 40 არის სიგრძეში და მშვენივრად ვისვრი, მშვენივრად დავიკავე თევზი, ნუ არც ისე დიდი იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ რეალურად სივეიდას ეს ბიუჯეტური ჯოხი ქარიყლაპეზე ძალიან გამომადგა. მშვენივრად ვითევზავებ, მოკლედ არ შევცვლი ქარიყლაპეზე, იმიტომ რომ რეალურად ქარიყლაპეს არ ჭირდება რაღაც განსაკუთრებულად მგრძნობიარე ჯოხი, მთავარია იყოს ძლიერი, რომ დიდი თევზის დაждომის დროს არ დაგვიზიანდეს, არ გაგვიტყდეს და ასე შემდეგ. ასე რომ ეს მოდელი მე ძალიან მომწონს და გამომადგება და არწმუნებული ვარ კიდევ დიდხანს. შევიცვალოთ ახლა ადგილი. აქეთ ხარის გავისვრი. აქ შედარებით დაბალი წყალია და თან არის ბალახიანი ადგილი და ნახოთ აბა იქნებ ბალახიან ადგილებში უფრო იჯდეს ქარიყლაპია. გადავინაცვლოთ ისევ ბეტონის კედლებისკენ. ერთი საინტერესო ადგილი ვიცი, იქ ჩაძირული ხე არის და წინ ბალახები აქვს და ბალახებთან გავუტაროთ
ნუ ესეთი სატყუ არა დავაყენე აზურას ბრენდის საკმაოდ კარგი დიზაინითა და საკმაოდ კარგი თამაშით. ქარიკლაპიამ რო დაინახოს ეს სატყუ არა დარწმუნებული ვარ გამოეკიდება. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიდეო მინახავს ამ სატყუით კარგად იჭერენ ქარიკლაპიას. თითქმის მივედით, არ ვიცი აქედან ჩანს თუ არა, ხიარი ჩაძირული და წინ არის ბალახებიც და მან მინდა რომ გავატარა. მოვლი ახლა მარჯვენა მხრიდან, ქვები არის იქით, ქვეთან ჩავალ, დიდი ლოდები უფრო სწორედ, რომელიმე ლოდზე დავდგები და გავატარებ სატყუარს. მანდაც რამდენიმე სატყუარის გატარება შეიძლება. როგორც ვობლერების, ყანყალების, ასევე სილიკონების. შემოვდგეთ. აი აქ შემოვდგეთ. იმედი არ დამისრიალდება ფეხი. აჰა, შვენიერი. ვამზადოთ სატყუ არა, ესეთი. დაგავუშვათ. აქაც არის ბალახები. მეორე ადგილი არის ათევზოთ. ოპ, კარგი ჩაგდება იყო. დავიდა გატარება. ისე თანაბარი გატარებით. ცოტა ჩავუშვათ მსკერისკენ. ისე დავიწყოთ გატარება. კეთილი, რამდენიმე გატარება გავაკეთეთ. ხა შეგვიძლია შევცვალოთ სატყუ არა. მუდმივად ექსპერიმენტები, აუცილებლად. ცოტა რთული სასიარულოა. ჩავხსნათ ჩვენი ყანყალა, ის გამოგვადგება შემდგომ თევზაობებზე, ისედაც საკმაოდ ბევრი ჩავწყვიტე. რადგან ბევრი ეგრეთ წოდებული ზაცები არის თბილისის ზღვაზე. მოგეხსენება თქვენც ნაპირიდან თევზაობთ. ამერწმუნებით რომ საკმაოდ ხშირად უწყვიტავთ სატყუარებს. რადგან ბალახია, ქვები არის, ლოდები არის ბევრი და მაგიტო გვიწყდება ხოლმე სატყუარები. ამიტომ ნავიდან ყოველთვის კარგია ხოლმე თევზაობა რა. ბევრად უფრო ცოტა სატყუარას კარგავ. კარგი, მოდი ესე გავაკეთოთ ჩვენ. ავიღოთ ესეთი ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი სატყუ არა. წითელი გულით, ვერცხლისფერი. ეს დავაყენოთ. ეს არის 90 მილიმეტრი, ანუ 9 სანტიმეტრი არის სიგრძეში. საკმაოდ შედეგიანი ვობლერი არის, ამით დამიჭერია ნამდვილად ქარიკლაპია წინა სეზონებზე. ასე რომ ვცადოთ ეს ვარიანტი. დღევანდელ ვიდეოში ვეცადე რომ თევზი დამეჭირა, თუმცა ერთსავზე მეტის დაჭირა ვერ მოვახერხე, მაგრამ ჩემი გამოცდილება, ჩემი ცოდნა მაქსიმალურად ვცადე რომ გამეზიერებინა, ნუ რა თქმა უნდა ყველაფერს ახლა ვერ ვისაუბრებ ვიდეოში, იმიტომ რომ არ მაფიქრდება რეალურად. შეიძლება ისეთი დაგჭირდეთ რომ კითხვაზე პასუხი გავცნო, ამიტომ თუ რაიმეს თქვენთვის მნიშვნელოვანს ამ ვიდეოში არ ვიძახი, შეგიძლიათ კომენტარის სახით დაწეროთ და კიდევ ერთხელ ჩემი სოდნიდან, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გაგიზიარებთ, არ დავიზარებ არანაირად. რეალურად მეც ქარიკლაპიაზე რო გითხარით, განსაკუთრებულად დიდი გამოცდილება მაქვს თქო, არა, მაგრამ ნუ სეზონზე რამდენიმეჯერ ვთევზაობ და შიგადაშიგ თითოეულს ვიჭერ ხოლმე რა. ნუ ჩემი ძირითადი მიზანი მაინც და მიმართულება არის ქორჭილა, ჯიგით, სილიკონით თევზაობა ძალიან მიყვარს და ძირითადად შემთხვევაში მაგით თევზაობ ხოლმე და ესე მიზანი მიმართულებით ქარიკლაპიაზე იშვიათად რო გამოვდივარ. თუმცა სანამ კარგად მოთმება და დასტაბილურდება ამინდი, მინდა რომ კიდე რამდენჯერმე ქარიკლაპია ვცადო და კარგი ზომის იქნებ გავუბაწროთ, სადმე დავიჭიროთ. ნუ თბილისის ზღვაზე ვაპირებ ისევ და ისევ თევზაობას. მეგობრებო, იმედი მაქვს რომ დღევანდელი ვიდეო გარკვეულწილად სასარგებლო იყო თქვენთვის და მოგეწონათ, იმიტომ რომ მართლა ბევრი საწოლებელია ზოგადად წვიმიან ამინდში, გრილ ამინდში, ცივა ამინდში, არც ისე კომფორტული თევზაობა.
ბევრი გადაადგილება, ბევრი სხვადასხვა სათვალის და ზოგისთვის ეს შეიძლება მოსაბეზრებელი იყოს თვითონ პროცესი, თუმცა მე ვცდილობ რომ თქვენთვის გადავიღო ხოლმე საჭირო და საინტერესო ვიდეოები. ამიტომ დამიფასდეთ ეს რომ ნამდვილად დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, არხიც აუცილებლად გამოიწერეთ თუ კიდე ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, იმიტომ რომ რეალურად მართლა ვისაც თევზაობა მოგწონთ და გიყვარს და თან განსაკუთრებით ეხლა აპირებთ რომ დაიწყოთ, ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია დევს ჩემს არხზე, ჩემს ვიდეოებში და შეგიძლიათ თემატიკის მიხედვით მიიღოთ. კომენტარის სახით დამიწერეთ რაიმე კითხვა თუ გაქვთ, სოციალურ ქსელში მომწერეთ და როგორც კი თავისუფალი დრო მექნება, აუცილებლად დაგიბრუნებთ პასუხს. მინდა რომ ყველას წარმატებები გისურვოთ, კარგი სეზონი გვექნება, იმედი მაქვს 2026 ჯერ კიდევ ეხლა იწყება, არ გააქტიურებულა თევზი, ამიტომ იმედი მაქვს რომ ძალიან მაგარი ჭერები გვექნება ყველას ერთად. წარმატებები და შევხვდებით მომავალ ვიდეოში. აბა დროებით.